ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც წლებია ტანჯავს, შიგნიდან გაცლით ენერგიას და გთიშავთ, ხოლო ის მომენტი, როცა ექიმთან მიდიხართ, იკეთებთ ანალიზებს და პასუხად გეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, თქვენ ჯანმრთელი ხართ და ეს არის თქვენი ილუზია, რომ ის მხოლოდ შენს თავშია, ჩემი ხედვით ეს ილუზია არ არის. ადამიანის სხეული არასოდეს იტყუება. თუ გტკივა და თუ ძალა არ გაქვს, ესე იგი შენში რაღაც კვდება. თანამედროვე მედიცინა საოცარია, როცა საქმე ფიზიკურ ჭრილობას ეხება, მაგრამ ის უძლურია იქ, სადაც მიზეზი მატერიის მიღმაა. როცა წლებია იტანჯები და ვერცერთი აპარატი ვერაფერს ხედავს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა შენს ფიზიკურ ორგანოებში კი არ არის, არამედ შენს ენერგეტიკულ ანატომიაშია. როგორც მკურნალი, მე ყოველ დღე ვხედავ, რომ როგორ ვლინდება უხილავი სამყარო ჩვენს ფიზიკურ სხეულში. დაავადება არასოდეს მოდის ჰაერიდან. მას ყოველთვის აქვს სათავე. თანამედროვე მეცნიერება ამას ეპიგენეტიკას უწოდებს, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ეს არის გენერაციული ტრავმები. ეს მუხტი ბლოკად რჩება საგვარეულო ველში. ის კოდივით გადმოგეცემა შენს უჯრედებში, შენს მიტოქონდრიებში, იღვიძებს და სხეული ქრონიკულ ტკივილად და გაუგება უენერგიობად ავლენს. შენ ფაქტობრივად სხვის ვალებს იხდი საკუთარი ჯანმრთელობით. ასევე არის კიდევ ერთი ყველაზე რთულად დასანახი მიზეზი გარედან შემოსული ნეგატიური ენერგიები. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე წინ ყოველთვის სხვებს აყენებს, მისი აურა თხელდება, ნეგატიური ძალები თავისით კი არ გესხმიან თავს, ისინი უბრალოდ პოულობენ ამ გაცვეთილ დაუცველ ადგილებს, ეს ენერგეტიკული იმუნიტეტის მცხრევაა. როცა ის ინგრევა მძიმე ვიბრაცია პირდაპირ შენს აურაში სახლდება. შედეგად რა ხდება? შენ კარგავ დამიწებას, მთელი ენერგია ზემოთ თავში იჭედება, ფიქრები არ ჩერდება, არ გეძინება, ტვინი გადადის ჰიპერგრძნობელობის რეჟიმში და მცირე სიგნალზეც მწარე ტკივილად აღიქვა. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს დიაგნოზის დასმა, რათა ყველაზე ღრმა სათავემდე ჩავწვდეთ პრობლემის მიზეზს და აღვადგინოთ ენერგეტიკული იმუნიტეტი.